მაისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. მადლობა უფალს აღდგომის ამ წმინდა ტაძარში პირველად გარდავიხადეთ დაუმჯდომელი საგამობელი ყოვლადწმინდა სამება ღმერთის წინაშე მისი ამ წმინდა ხატისა, რომელიც ამ ტაძარში უკვე წლები არის დასვენებული და როგორც გითხარით უკვე ეს ხატი შექმნილია წმინდა ანდრია რუბლიოვის ცნობილი სამების ხატის მიხედვით. მოკლედ რომ გაგიმართოთ, გამოსახულია რა ყოვლადწმინდა სამება ღმერთი ცენტრში რომ არის გამოხატული მოიაზრება მამა ღმერთი. მის მარჯვენით ზერმხოლოდ შობილი უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მარცხენით სულიწმინდა ღმერთი. რამდენადაც ჰიპოსტასურობის თვალსაზრისით ძე მაღლა დგას სულიწმინდაზე, ამიტომ არის ის გამოხატული მარჯვენით. ამ ხატში ჩატანებულია ანდრია რუბლიოვის წმინდა ნაწილი, რომელიც როგორც გითხარით, რამოდენიმე წლის წინ მოსალოცად ვიყავი რა მოსკოვის სიწმინდეების და მისი შემოგარენისა ერთ-ერთმა წირმონაზორმა რუსმა მაჩუკა ეს ნაწილი და მითხრა რომ უკვე სინოდის კრებაზე დგას საკითხი მისი კანონიზაციის და მადლობა ღმერთს რომ ეს კანონიზაცია მოხდა კალენდარში იქნა შეტანილი და მადლობა უფალს რომ მისი ხატის მიხედვით შეიქმნა ეს ხატი მისი წმინდა ნაწილი აქ არის რაც მადლზე მატებს ბუნებრივი აღხაზ. ამავე ხაზზე ჩვენი კურთხევით ხაზერმა გამოხატა სამი მნიშვნელოვანი წმინდანი ივერიის ეკლესიის ანდრია მოციქულთა სწორი დედა ჩვენი ნინო და დიდმოწამე გიორგი, რომელიც მფარველი არიან ღვთისმშობელ მარიამთან ერთად ჩვენი ივერიისა, ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი ერიშვილებისა. გასულ ქადაგებაში კვირიაკე დღეს ვისაუბრეთ სიკვდილის შესახებ და აღნიშნეთ, რომ ორგვარი სიკვდილი არსებობს, ხორციელი, ფიზიკური და სულიერი. დღეს მე სარწმუნოებასთან ვუგალობდით რა ყოვლადწმინდა სამება ღმერთს, მინდა ვილაპარაკო, ვისაუბრო მისი კეთილის მყოფელობების შესახებ, რომელიც უხვად მოგცა და გამოგვარჩია ჩვენ კაცთან მოდგმა ყოველთა კნილებათა შორის. თვით მეორე ნათლად წოდებულ ანგელოზებთან შედარებით ადამიანი ღვთის თვალში თითქოს უფრო მაღლა დგას. უფრო მეტიც ანგელოზები განაჩინა მსახურსულებად შორის ღვთისა და შორის ადამიანთან. ესე იგი მსახურებენ არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ კაცთა მოდგმისთვისაც. ისინი შეეწევიან ჩვენს ხონებას. თქვენ ალბათ იცით რომ 900 ანგელოზები სამ ტრიადის არსებობს, თვითონ ანგელოზ თავისი ხელმწიფება მადლი და ნიჭი განუჩინა უფალმა ღმერთმა, მაგრამ ყველაფერი ეს ერთბამად რომ ავიღოთ, ემსახურება ერთ რამეს, რომ ადამიანი მოიქცეს სოდვისგან და სხონდეს. ბიბლიის პირველივე გვერდებიდან არის საუბარი და პირველივე სტრიქონებიდან შესახებ იმისა, თუ როგორ შექმნა არარაობისაგან უფალმა ღმერთმა ყოვლადწმინდა სამებამ სამი და ქვეყანა. როდესაც ვამბობთ რომ შექმნა სამი, წმინდა მამათა განმარტებით მოიაზრება ზეცივრის არაესენსუალური გზნობისმიერიცა, რომელსაც ჩვენ თვალითაც აღვიქვამთ, არამედ უხილავი ზეცა, ანუ სათასასუფლებელი, ღვთისასუფლებელი, სხვაგვარად სამოთხესაც უწოდებენ. და როდესაც ნათქვამია ვასილი დიდის მიხედვით რომ ცანი შექმნა, იგულისხმება რომ ცის უპირველესი ბინადარნით შეიქმნა ამასთან. ესენი არიან ზეციური ანგელოზები, ხოლო ყოველი ადამიანი მოწოდებული ღვთისაკენ ესევე დაიმკვიდრებს მარადიულ ღვთიურ სასუფეველს უკეთულ იმ გზაზე დივლის, რომელიც თავად უფალმა დაგვისახა ხორცში მოსულმა, რომელსაც მანამდე წინასწარმეტყველთა პატრიარქთა მართალთა პირით გადმოგცემდა, ვეზრახებოდა ამ გზაზე და რომლადაც ხშირად გვითხოვს თავად უფალი ერთი სამებისაგანი იესო ქრისტე გვერდსა გზად, ცხოვრება და ჭეშმარიტება სამოთხის კარად. არ არსებობს უბრალოდ სხვა გზა, არ არსებობს სხვა ჭეშმარიტება, არ არსებობს სხვაგვარი ცხონება და არ აქვს სამოთხეს სხვა კარი გარდა ქრისტესი. და როგორც უფალმა მოგვიწოდა, მობაძალ უნდა ვეფრეთ მას. იგი თავად შეიქმნა მეორე ადამი, რაცა პირველი ადამი ამ ადამიანის მოდგმა განეყო და სასუფეველში აღეყვანა. დამკარგველი სამოთხისა. მაშასე
დასაბამად ღმერთმა ცანი და ქვეყანა შექმნა. მერმე და მერმე, ესე იგი ნათელი იქნება, წვიადი გაიფანტება, ციური მნათობები ჩვენს გალაქტიკაზეა პირობოლისა ლაპარაკი, მზემთოვარი და ვარსკვლავები და მეხუთე დღეს უფალმა ღმერთმა ბრძანა დე აფუთფუტეს წყალთა შინა ცოცხალი არსებები. პირველი არსებები ცოცხალი, რომელთაც არ აქვს რა თქმა უნდა უკდავესული სამშვიდობელია, მხოლოდ არიან ცურავები, თევზები და სხვანი. ამასთან ღმერთმა ბრძანა რომ ცისფრინველებით შექმნილიყო. მან ინება და იქნა. როგორც მინდა მამე ბასილი ჩვენ გახსენებულ და სხვანი განმარტავენ, ასე კი არ მოხდა რომ 6 დღეში ქმნიდა ღმერთი ცასა და ქვეყანას ყველა თავისი სამკაულით. არამედ ღმერთმა ინება, იზრახა, მისი ნება ზრახვა იგივე საქმეა. ინება და მეხსაშინა იქნა. მეტადრე ამ დროს არ იყო არ გზეც არ თოვარი არანაირი კალენდრები აღრაცხვისთვის ჟამის არ არსებობდა, არამედ ღმერთმა ინება და მეხსაშინა იქნა. მეცნიერები დღეს ამას უწოდებენ დიდ აფეთქებას. და ესე შემდეგ, ხოლო წმინდა წერილი უფრო გამოწვლილებით გადმოგვცემს, როგორ შეიქმნა სამყარო, ყველა თავისი სამყარო. მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის სამკაულები არიან მზემთოვარე და ვარსკვლავები, მაგრამ ყველა ქმნილებაზე უფრო მაღლა უფალმა დააყენა ადამიანი, რომელიც უკანასკნელად შექმნა. ესე იგი, ზღვის მცურავი შეიქმნენ, ცისფრინველები მეხუთე დღეს, მეექვსე დღეს ღმერთმა ინება და ქმნა, ესე იგი, ნადირნი ველისანი, პირუტყვი, ქვეწარმავალი. ალბათ აქ წერებიც მოიაზრება. ეს არსებითი არ არის და არც არის ამაზე ეს ნახსენები წმინდა წერილში თავისთავად იგულისხმება, რომ თავისთვის ისინი ვერ გაჩნდებოდნენ ბუნებრივი არის. მართალია ის წერია, მაგრამ ღვთის თვალში ის არის ქმნილება. და ადამიანებს გვასწავლის ყველა ქმნილების პატივისცემას და გაფრთხილებას. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ის რაც წერი გონია მაგალითებში ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ წერებზე, რომლებიც ღვთისნებას ემორჩილებენ და ღმერთს ადიდებენ ყოვლადწმიდა საებას. ამაზე ცოტა მოგვიანებით. ერთი სიტყვით უკანასკნელ შექმნა ადამიანი, როგორც ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსი პროკლე დიადოხოსი ამბობდა, ის რაც ბოლოა ქმნილებაში, ანუ რაც ბოლოს შეიქმნა, პირველია არში. ადამიანისთვის იქნებოდა, რაც წინა 5 დღეს შეიქმნა და მეექვსე დღეს კიდევ ხეცები და სხვა, ის ყველაფერი იქნებოდა ადამიანისათვის. და როდესაც მერმე რა არის საგულისხმო საგვარელო, ედენბაღში ღმერთმა დანერგა 60. 60-ში კვლავ ერთხელ აკურთხა და 60 აღმოაცენა, ესე იგი, ხელმცენარეები. ქართულ ეტიმოლოგიაში 60 ეს რეალობა მოდის ქართული სიტყვიდან 3-4 ხე. ანუ აქცენტია გაკეთებული, რომ 60 ეს არის მაღნარი ძველ ქართულად, ანუ ბაღნარი, ანუ მტილი სხვანაირად. ეს ბაღნარი რომ შეიქმნა, მაშინ შუაგულ ბაღნარისა აღმოაცენა 2 ხე, ხე ცნობადისა, ხე და ხე ცხოვრებისა. რაც თავისთავად უკვე იმაზე მიუთითებდა, რომ ეს 2 ხე ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი იყო. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და არაერთი მამა განმარტავენ რა ბიბლიის ამ მონაკვეთს, ამბობენ, რომ აქ ლაპარაკია არა სცენარეებზე, არა ხეებზე, არამედ ღვთაებრივ აზრებზე. და ღმერთმა ადამიანს უბრძანა, ესე იგი, დაიცავით და მოუფრთხილდით. რას ნიშნავს მამათა განმარტებით? უნდა გაიაზრებინათ ეს ღვთაებრივი აზრები, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვდა მათ შემოქმედ ღმერთთან და ღმერთისაკენ სწრაფვა ჩადო ყველა არსებაში და პირველ ყოვლისა ანგელოზსა და ადამიანში. მათი სწრაფვა არის მათთვის სიხარულის ნეტარების მომნიჭებელი, იმიტომ რომ წყაროსთვალი ამ სიხარულის, ამ ნათლის, ამ სიტყვების არის ყოვლადწმინდა სამება ღმერთი. და იესო ქრისტეს ღვთაებრივი პირის სახის ჭვრეტა სასუფეველში არის წყარო წმინდანთა და ანგელოზთა სიხარულისა და ნეტარებისა. აი რა კარგად არის ნათქვამი ამ აზრთან მიმართებაში იობის წიგნში. ხშირად მითქვამს, ადამიანი იბადება, რათა ნატრიწყალებით ცეცას ესწრაფდეს. აი ადამიანი, შენი მაღალი მოწოდება, შენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება შემოქმედი ღმერთისაგან. ღმერთს დაემსგავსო და საერთოდ ქრისტიანის და ზოგადად ადამიანის გაჩნდა რა ყოველი ადამიანი დააბადა ღმერთმა ნამდვილი აზრი მისი ცხოვრების,
არის ღვთისაკენ სწრაფვა, ანუ თეოზის, ანუ გავრთობა. უკვე დედამიწაზე ღმერთს უნდა მემსგავსებოდ. უფალმა თავადაც მოგვიწოდა არაერთის მათ შორის აი შეხედეთ მზეს ერთნაირად დაანათის ბოროტსაც და კეთილსაც იმას ერთნაირად აწვევს და ასე შემდეგ. მას შეხედეთ თქვენ ზეციურ მამას და იყავი სრულყოფილები როგორც თქვენი ზეციური მამა. ცოდვით დაცემამდე პირველ ადამიანებს ადამ და ევას ბოროტის გაგება არ ქონდათ საერთოდ არ გააჩნდათ. ელ წარმოიდგინეთ, როდესაც აკრძალული ხილი იქნეს, მაშინ დაინახეს პირველად რომ შიშვლები იყვნენ და ღმერთმა მათ შემოსა ტყავის სამოსელი. ანუ როგორც ივანე დამასკენი განმარტავს, მათ მიანიჭა სხეული ისეთი, როგორც თითოეულ ჩვენთაგან წნადი და მომტავი. ხოლო მანამდე არათუ ადამიანის სული, არამედ თვით სხეულიც იყო უხრწნელი და უგდავი, რადგან მას, როგორც მინდა წერილი ამბობს, ღვთიური დიდება ფარავდა. და როდესაც ჩვენ აღზრდებით მკვდრეთით, ვინც გამართლებას ვიპოვეთ ღვთის წინაშე, ასევე ჩვენი მკვდრეთით აღმდგარი სულიერი სხეულები არახრწნადით დაიფარება ღვთის დიდებითა და მადლით. და ადამიანი, რომელიც აქამდე წმინდანი, მხოლოდ სულიერად ხარობდა სასუფეველს, აც გაიხარებს სულიერი სხეულით. ანუ მისი ნეტარება და სიხარული გახდება სრულყოფილი. სულ ერთიანად ღმერთი იქნება, ვითარცა ადამიანი და ვითარცა ღმერთი, რადგან იგი განეკუთვნება მადლით, რომელიც ქრისტემ მოგვიპოვა და სხვა და სხვა. მაშასე საგანგებოდ შექმნა დააფუძნა ედენ-ბაღში სამოთხე, ესე იგი და მე მიაქცეთ ყურადღება, არა მარტო უბრძანა და აღმოაცნა და მათ შორის ორი მნიშვნელოვანი ხე, ეს ორი მნიშვნელოვანი ხე რა იყო, ამაზეც ვიტყვით მინდა მამებიდან. ხეცნობადისა წინა სახე იყო, ანუ წინასწარმეტყველება ღვთისმშობელ მარიამზე. ხოლო ხეცხოვრებისა წინა სახე იყო ჯვარი პატიოსაზე. ანუ ესე იგი სხვა აზრებს რომ გაიაზრებ და ადამიანის საბოლოოდ მივიდოთ აი ამის უმაღლესი ღვთაებრივი აზრის გაჭრეტამდე, რაც ღვთისმეცნიერს გახდიდა და იდუმალთ მეცნიერს ადამიანს. სრულიად დაუმსახურებლად შეიყვანა ადამიანი ნეტარების ედენ-ბაღში, სამოთხეში კერძოდ. უბრძანა მისი დაცვა და მფარველობა, ანუ ჭრეტა ან ღვთაებრივი აზრების. მაგრამ ვიდრე ადამიანი გამოისდებოდა, ჩვენი პირველშობილი ადამ და ევა მანამდე გამოსდა ზეცაში ჰქონდათ ანგელოზებს. მათაც ასევე მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება მიეცა. ერთი მათგანი, პირველი ტრიადის უმაღლესი ერთ-ერთი ქერაბინი, ლუციფერად წოდებული, გამპარტავდა და იფიქრა, ღრუბელთა ზედა დავიდგამ სანდარს და ღმერთს გავუტოლდები. მას ჰქონდა აურასხელი ხელმწიფება, დიდი ძალა, დიდი ნეტარება და დიდი მადლი, მაგრამ ამას არ დაშერდა, ჩავარდა უმადლობაში, ანუ უმადლობაში სხვანაირად ქართულად რო თქვა და ესე იგი ჯერ გულში განუდგა ანთროპომორფულად მას გული ასეთი როგორ შეიძლება, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება აზროვნების უმაღლესი ორგანო. დიახ, აზროვნების უმაღლესი ორგანო ქრისტიანში არის გული. ხოლო იდეალურია, როცა ადამიანს გული გონიერი აქვს, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, როცა გულისა და გონების შეერთმანეთი ხდება. აი ეს არის უმაღლესი აზროვნების ორგანო ადამიანში. მოკლედ გულში იფიქრა, რომ ღმერთს გაუტოლდებოდა და დაკარგა ისიც, რაც გააჩნდა. მაგრამ ღმერთმა წააყვარა მას მადლი და იმ ანგელოზებს ერთ-მესამეს რიცხვით, რომელიც აცდულა და აპარტავნებაში ჩაყარა, დაუტოვა ძალა. წმინდა მამები, როგორც ამბობენ, კოლოსალური ძალა აქვს ეშმაკს. ღმერთი რომ არ გვიცავდეს და მისი წმინდა ანგელოზები, ჩვენი ხსენება ერთ წამის ყოფაში გაანადგურებდა კაცობრიობას, იმდენად ზულს. და რატო ზულს? იმიტომ რომ შური აქვს. ღმერთმა ადამიანი განსაკუთრებულად შეიყვარა და ყველა კნილებისგან განსხვავებით ხატად და მსგავსად თვისად შექმნა. ანუ თავისუფალი ნება, უმთავრება მისა გონიერება და ესე შემდეგ. რამაც მასში შურის აფეთქება გამოიწვია და ამიტომ თუ ის გაანადგურებს ადამიანს, ამით ესე იგი ბრძოლას გამოუცხადებს ღმერთს. ასე ვთქვათ, მის წინააღმდეგ გაილყაშა. თვითონ მის ერთ-ერთი სახელი, ლათინური სახელდება ლუციფერის ეშმაკის არის, ქართულად რომ თარგმნათ, დიაბოლოს, ქართულ აქედან რუსულად დიაბოლ, ქართულად ნიშნავს წინააღმდეგს. რა არის ხალხში გასული, ღმერთის წინააღმდეგი არსება.
სინათლის ანგელოზად შექმნილი, რომელიც სიბნელის ანგელოზად გარდაისახა ამ პარტავნების გამო და ჩვენს თუ მივზებთ ეშმაკს და განუდგებით ქრისტეს, ჩვენს სიბნელის მსგავსი არსებანი შევიქმნებით და მარადილ წყდიათში, ანუ ჯოჯოხეთში წარმიგზავნებით. მაგრამ ღმერთი იმდენად დიდი სიყვარულია, რომ საბაბს ეძებს ადამიანი რომ აცხობს. აი სინანულის დატამალი მაინც რომ გააჩნდეს ადამიანს, ამას ეკიდება უფალი, სულ ბერავს ადამიანურად ამბობ, აღვივებს მასში პატარა სიკეთეს, რომ იგი სიყვარულის ცეცხლად არციოს საბოლოოდ, ღვთისადმი სიყვარულისა შემოქმედისა. ვიდრე ადამ და ევა აკრძალულ ხილს იღებდნენ და გავიხსენოთ როგორ მოხდა, სატანა შევიდა გველში. უამრავი კვლილება იყო. ქვეწარმავლები მათ შორის, რომელიც მეექვსე დღეს შეიქმნა, ისე როგორც ადამი მეექვსე დღეს შეიქმნა. და რა წერია გველზე? გველი უგონიერეს იყო ყოველთა ქნულებათა. ყველაზე ჭკვიად გონიერი იყო. ამიტომ ნახეთ ეშმაკის სიბერაგერაში მდგომარე. იგი ნებისმიერ არსებაში კი არ შევიდა და მას დაეუფლა და მის მიერ ეცადა ადამის და ევას ცდუნებას, არამედ შევიდა მასში, რომელიც ყველაზე გონიერი იყო და რომელზეც დათქვამია, რომ მეგობარი იყო ადამისა. მეგობარში შევიდა და მეგობრის იერით აცდუნა არა ადამი, აქაც სიბერაგია მსაკლობა ეშმაკის, არამედ ევა, რომელიც მისი ნეკნიდან შეიქმნა, რომელიც უნდა მორჩილებდეს ადამიანს და ესე შემდეგ. მოკლედ გველი აცდუნა და იქ გველმა ერთხელაც, ანუ სატანამ მასში ბოლო დროსაც იგივე მოხდება უკანასკნელ შავს. ანტიქრისტეს შევა ადამიანში, რომელსაც სხვანაირად გველი ეწოდება. არსებობს დასაბამიერი გველი და არსებობს ანტიქრისტე გველი. აი ამაში შევა 12 წლიდან და ესე იგი მუსლიმს გაავლებს კაცობრიობას, ომებით, კონფლიქტებით, ძალადობით, ყოველივე უზნეობითა და ესე შემდეგ. ბევრი ვისაუბრე ამაზე, ამჯერად აღარას ვიტყვი რა. მოკლედ, რაო ეშმაკურად დაეკითხა, რა გითხრათო ღმერთო? იხმიეთ ნებისმიერი ხიდა, ოღონდ ამური ამ ხიდა ცნობადის და ხიდა სიკეთისა და მოროც არ იხმიოთ. ესე იგი ეშმაკი უკვე მიხვდა საიდან ამნებს. რატომ გითხრათო? როგორც კი შეეხებით, მოკვდებით, როგორი ღვთისშიში ჰქონდა ადამ და ევას, ესე იგი ღმერთს არ უთქვია არ შეეხო, ღმერთმა თქვა არ იხმიოთ, არ ჭამოთ აქედან ხე. მაგრამ ისეთი ღვთისმოშიში იყვნენ, რომ არათუ არ უჭამიათ ამ ხიდან, არ უხმევიან. არამედ არც კი შეუხედავ და არც კი შეხებიან ეშმაკის ზეიმობს გველში. მიხვდა როგორ მოკლავს ადამიანს და შუბს როგორ იძიებს ღმერთზე. ეს იმიტომ კი არ გითხრათ, რომ მართლაც მოკვდებით. თან ნახეთ ღმერთმა როგორ უთხრა გასულ კვირას ვიქადაგეთ სიკვდილის რაობაზე, როგორც კი იხმევთ მოკვდიო კი არ უთხრა, იმპერატიული ბრძანებული მოკვდებით წინასწარმეტყველა. არანაირი ძალადობა ადამიანის თავისუფლებაზე, მაგრამ ცდილობს ღვთისმეცნიერი გახადოს ადამიანი, რომ დაიმეგობროს. ამისთვის არის სწორედ შექმნილი. თქვენ უფრო მეტიც უფალი განარცხავს ხელებს ერთხელაც უკვე ახლოვდება მისი ჯვარცმავნება, მოციქულებს ვიტყვით თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მანამდეც გამოირჩია წმინდანთა სახით მეგობრები, თქვათ აბრამ მამად მთავარი. ესევე ახალ აღთქმაში ლაზარე, რომელსაც მოციქულებზე უწინარეს უწოდა მეგობარი და დაიახლოვა ქრისტემ მისი სულისკვეთებიდან და სარწმუნოებიდან გამომდინარე. მერმე ესე იგი არის გადმოცემა, ბერძნები ამბობენ ამას, კუნძულ კვიპროსზე ჩვენი ერთ-ერთი მღვდელმთავარი იყო და როცა ითხოვა და წაიყვანეს სამარხთან, თქვენიც თქვენით აღგობის შემდეგ კვიპროსის ეპისკოპოსი იყო და მიიყვანეს სამარხთან, უთხრეს იცით რომ სხვათა შორის წარმოშობით იყო ქართველიო ლაზარე, იბერიელი, რომლებიც ბეთანიაში სახლობდა თავის დებთან ერთად. ეს არის ერთგვარი საფუძველი იმისა, რომ ლაზარეს ჩვენი წმინდა გადმოცემა, რომელიც წმინდანი რომ შემოიტანა საქართველოში ჩვენმა განმანათლებელმა, ლაზარე გაიგივებული არის ივერიასთან, საქართველოსთან. როგორც მოკვდა და უფლის მიშვება და ყროდა და მეოთხესა დღეს აღადგინა 4 დარყოფილი, ასევე იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის თავს. ზოგიერთი თუ იკითხოს რა ფაზაში ვართ, ზოგმა შეიძლება ირონიითაც იკითხოს, გიპასუხებ საყვარელო, ჩვენ ახლა ვართ აყროლების ფაზაში. გადახედეთ ერისშვილებს, როგორ მოქმედებენ, როგორ აზროვნებენ და ასე შემდეგ და ღვთის გამობელობამდე არიან მისულები ოფიციალურად აი რუსთაველზე თუნდაც.
აღდგომის შემდეგ გახსოვთ, საგალობლებს აგინებდნენ, პატრიარქს აგინებდნენ ეკლესიას. ერთ-ერთი ეს იყო სოდომიტი ქალი, სვანი წარმოშობით. სადამდე ვარ დაცემულები, სვანი რო ამას გააკეთებს. დიდი ღვთისმოშიშები იყვნენ სვანები და მეომართომებს შორის ჩვენ მეომართომებში ერთ-ერთი უპირველესი ტომი იყო სიმამაცით და დღეს სადამდე არის. ნუ ეხლა ერთი ადამიანი არ განვაზროთ, მაგრამ ისი გვარისა და მოდგმის ბევრი იყო იქ. არიან დღესაც. ნუ ესენი არიან მამონას მოყვარულები, მოკლედ რომ შევაჯამოთ და მერთმა სინანული მისცეს იმათაც და ჩვენც. მერმე ესე იგი რა კი გაიგო როგორ მოკვდებოდა, ნახეთ გველმა რა ეშპაკურად უთხრა. ეგ იმიტომ კი არ გითხრათ, მოკვდებით. არა. თანქერა ვინ არის? წმინდა ეკლესიის სწავლები. პირველი ტრიადის უმაღლესი ანგელოზია სერაბინების შემდეგ, რომლებიც თავის თავში იდუმალად ატარებენ ღვთის სიბრძნეს. ანუ ამითაც მოხიბლა ღვთის სიბრძნის მატარებელი ვარ და მე ეს ვიცი, ყოველ შემთხვევაში თქვა კლარ ვარ, ვიყავი და მახსოვს, ვიცი, რომ ნამდვილად ამიტომ აგიგზავნა. თქვენ ვითარცა ღმერთები გახდებითო. ესე იგი ღმერთმა ეს გააკეთა შურის გამო თქვენდან. ევას ჭკუა არ იყო, სწუნდა და პირველად გაბედა და შეხედა და რომ შეხედა აქტუალობაში მოვიდა. ისეთი ლამაზი იყო და უჩვეულო ხილი ესხა მას ნაკოფი. და ადგა და მოწმიდა და იხმია და წაუღო ადამსაც. რამაც ამ აპარტამენტებმა და ღვთის ნების ურჩობა გამოხატა სამოთხიდან. როგორც ლუციფერმა დაკარგა ყოველივე მადლი, რაც გააშდა, ასეთ ადამ და ევამ დაკარგეს დიდება. და როგორც ნათქვამია, ურჩობიდან შემოხდა ამ სოფელში, ამ წუთის სოფელში სიკვდილი. მოუგდნენ ისინი სულიერად, რადგან ღმერთს განშორდნენ და მოგვდნენ ისინი მერმე ფიზიკურადაც. თუმცა თავდაპირველად სიცოცხლის წლები საკმაოდ დიდი იყო. აი მათუსალა კლასიკური მაგალითი 1000 ლამდე იცოცხლე. 500-600 წელი სიცოცხლე ეს არაფრად არ ითვლებოდა. ჩვეულებრივი რამე, მაგრამ დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტ უჟულოებას შადიოდა კაცთან მოდგმა და ცოდვას და თანდათანობით შორდებოდა ღმერთს და იქამდე მივიდნენ, ალბათ გახსოვთ მსოფლიო ისტორიიდან, მაგალითად ეგვიპტეში ნიორსას და ხაფსას თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებას, მე ცხოველებზე აღარ მეტყვი და ვარსკვლავებზე და ესე შემდეგ. სადამდე დაესხნენ, დაშორდნენ და გაუცხოდნენ შემოქმედი ღმერთის მიმართ. ამის მალობაზე სიცოცხლე თანდათანობით იკლო და როგორც უკვე ფსალმში ჯერ კიდევ დავით წინასწარმეტყველის ფსალმში არის ნათქვამი, ადამიანის კაცის სიცოცხლე 70 წელი და უმეტეს ესე იგი წუხარება და სამობანიო. და მართლაც ეს არის ჩვენი ცხოვრება. წარია წუთის სოფელი. და თვითონ სახელის როგორი დაარქვა, წუთის სოფელი. ერთი წუთით ახარ სოფელში მოსული. და ამდენი სიმწარე, ნაღველი და სიამოვნება. მაგრამ აქედან უნდა გავიყვანოთ გზა ზეციური სასუფეველზე. ეს კიდე, რომელიც მიგვიყვანს, არის ღვთისმშობელი მარიამი და მისგან ხორჩესმული ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. ამაში გვეხმარებიან ზეციური ძალებიც, ანუ ანგელოზები, ამაში შეგვეწევიან ღვთისმიდანებიც. ესეც არის რომ აი დაბადების კი არა, ესე იგი დედის მუცლიდანვე ირჩევს ღმერთი ადამიანი. ესაია ამბობს, ეუბნება უკვე დედის მუცლიდან გამოგირჩიო. ასევე ჩვენს, ვისაც მეტნაკლებად მძიმე ჯვარი მისცა, მისია ერის წინაშე ქვეყნის, ამორჩეული არიან დედის მუცლიდან და სიყრმიდან. დიდი მოღვაწენი განსაკუთრებულად, რომლის მაგალითებს აურაცხელია ეწოდება პატერიკულ მოთხრობებში. ვიდრე ადამ და ევა დაეცემოდნენ ცოდვით, ნახეთ ყოფალმა რა მოიმოქმედა. თავი ადამ და ევასი ადამიანის არის უფალი საბაოთი, ღმერთი. ხოლო ადამიანი არის თავიდან წინამძღოლი, მეუფე, ყველა დანარჩენი კბილებისა, წერით დაწყებული და ცხოველით დამთავრებული. და ისეთი დიდი ძალა აქვს, შეუძლია ესე იგი ანგელოსაც თანამოსაუბრე გაუხდეს ადამიანი. მაშასე ცხოველები, ფრინველები, მცურავი, წერები და ასე ყველანი ერთბამად ემორჩილებოდნენ ადამ და ევას და ჰარმონია იყო სამოთხეში. ემორჩილებოდნენ იქამდე, ვიდრე თავად ისინი არ ეურჩნენ ღმერთს და როგორც კი ეურჩნენ, ჩამოვარდა დისჰარმონია. ადამი და ევა გამოძევებული იქნენ. აქ ჩდება კაცთა მოდგმა,
და ამ წარეწუთი სოფლიდან უნდა მოიგონონ და მოიხედონ სეციური სასულიერო ისთვისაც მოვიდა ქრისტე მაცხოვარი მანამდე მომსვარა წინასწარმეტყველო და მერმე უშუალოდ აღაწყდა შემდეგ გამოირჩია გამფინა თავისი მოციქულები და მეწაფეები ამ სოფლიოში ღვთის სიტყვის ანუ ჭეშმარიტების გამოხსნის გზის საქადაგებლად მაგრამ დედამიწაზე თუ კი ადამიანები ესა თუ ის თუნდაც ყველა მაგრამ ეს წარმოუდგენელია მობრუნდებიან ცოდვისა და უშუალოებისაკენ წმინდა გზას დაადგებიან ბოძებულ ტალანს იგავისენით რო თქვა 5 და 10 აქცევენ ანუ გაამრავლებენ ისინი აღიდგენენ იმ ხელმწიფებას რომელიც მათ ცოდვით დაცემამდე ჰქონდა ადამიანს მათ ასევე ემორჩილებიან ყოველი იძვრის რაც კი სიცოცხლისულია რაშიც კი და მოძრაობა ძალოს და უფრო მეცაც გეტყვი უძრავის კი ემორჩილება წმინდა ადამიანებს. უამრავი მაგალითებია, რამოდენიმე გამოვკრიფე მათგან და მინდა თქვენ სარწმუნოებას დაასწროთ ჩვენი სიტყვისა შევახსენო ისინი. ერთხელაც პალესტინაში ეს იყო ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში წერი და კალია შეესია ყანებს და ანადგურებდა, ჭამდა. სასოწარკვეთილებამდე მივიდნენ გლეხები. ეს ნიშნავდა, რომ შეერი წელიწადი ექნებოდა, შეიძლება ზოგიერთი სიკვდილითაც მომხდარიყო. გააჩნია რამდენად შეძლებულია მდიდარი იყო და თუ ქონდა ეს რაღაც მარაგი შემორჩენილი, რომელსაც ისინი თესავდნენ ჩვეულებისაებ ყანაში ყოველ წელს. და აი მაშინ თეოდოსე დიდს, ეს დიდი ღმერთშემოსილი მამა შეებრალა, რომ ეს გლეხები ასეთ გაჭირვებაში ჩავარდნენ, შეიძლება სიკვდილითაც დაღუპულიყვნენ და რა კი ფიზიკურად ხანდაზმული იყო საკმაოდ, ესე იგი უძლური იყო და ვეღარც კი დადიოდა თავის მოწაფეებს უბრძანა კურთხევა მისცა, რომ ყანაში გაეყვანათ. და ყანაში როცა მიიყვანეს ისინი, როგორ წამოიწია ოდნავ სარეცელზე და გადასახა კალიებს და მწერებს, როგორ ცოცხალ არსებს. ისინი მართლა ცოცხალი არსებები არ არიან. რა თქმა უნდა, უკდავისული არ აქვს, მაგრამ ისინი ღვთისმკვლელობანი არიან. და რა უთხრა? ჩვენი საერთო შემოქმედის უფალ ღმერთის სახელით გიბრძანებთ თქვენ დატოვოთ ეს ველმინდვრები, რადგან გლეხები დიდ გაჭირვებაში და შიმშილობაში ჩავარდებიან. იმავ წამს, როგორც კი მორჩა, ეს ფაქტიურად კურთხევა იყო, რომელიც მისცა მწერებს, გაგვეღინება თანამედროვე უწყლო და ნაკლებ მორწმუნე ადამიანებს, მეხსეულად დატოვეს ყანა და იმ წელიწადს გადაურჩნენ შიმშილს გლეხები. არის ასეთი წმინდა მამა, ღირსი მამა, ისიქიოსი, თქვენ იცით რომ ზოგიერთი ბერი იყო განდეგილი, სენაკიდან საერთოდ არ გამოდიოდა, თქვა 7 დღეში ერთხელ თუ თვეში ერთხელ რამდენჯერ იღებდა საზრდას იმის მიხედვით, მორჩილი იყო, რომელსაც მოჰქონდა სარკმელიდან ამოქოლილი იყო აწვდი და გარკვეულ ზომაწონით სვამდნენ წყალს და ასე იღებდნენ საზრდას. ძირითადში ფულს იღებდნენ ხოლმე და წყალს ისინი და იშვიათად მცირეობდნენ ხალეულს. ზოგიერთი მამა იყო, რომელსაც პატარა მტილი, ბოსტანი ან ბაღი ჰქონდა გაშენებული და იმით ირჩენდა თავს. აი ისიქიოსი იყო ერთი მათგანი. მაგრამ იმ წელს პირდაპირ ზედა მოსვლა იყო ფრინველების. ლამის თუ დაკენკეს მოსავალი. რაც ნიშნავდა იმას, რომ დიდხანს მოუწევდა შიმშილობა მას ან ძალზე ცოტა თუ დარჩებოდა საზრდელი, რის აღებასაც მოასწრებდა. გამოვიდა ბაღში და ფრინველების ჯვარი დასახა და უთხრა, რომ თავი დაანებეთ ამ ბაღის ძარცვას. ეს ჩემი ნამუშევარია, ჩემი ნაღვაწები არისო და საზრდოდ მჭირდებაო. ფრინველები ყველა როგორც ერთი მიწაზე დაცვიდნენ, მაგრამ რა დაინახა ფრინველები რომ დაცვიდნენ მიწაზე, შეებრალა მას ფრინველები, მივიდა სული მიჰერა, ჯვარი დასახა და უბრძანა აღდექით და გაფრინდით ამ ბაღიდან. და ყველა ესენი აღდგნენ და გაფრინდნენ ბაღიდან. მასთანავე მოხდა ასეთი რამ, ერთხელად გზად მიდიოდა წმინდა ისიქიოსი და დაინახა, რომ გლეხი კაც ძალიან ძიმედ დაეტვირთა ურები და ხარებები ჰყავდა შებმული და ერთი ხარი გზაში დავარდა, რამდენი არ ეცადა ურტყა თუ ხელი შეაშველა, ვერ წამოაყენა. ისიქიოს გლეხით შეებრალა ხარიც და მიახლა ახლოს და ხარს როგორც ცოცხალ არსებას უთხრა. ადე შე ზარმაცო ვერ ხედავ,
რომ იხჩობა მეორე ხარი აპეური მოეჭირა ტელში მეორეს ეს ის იყო დავარდნილი სასწრაფო წამოხდა ფეხზე თბილისხლად და ჩეულებრივ გააგრძელა გლეხმა რა თქმა უნდა ბევრისთვის ეს დაუჯერებელია მაგრამ ეს მოკითხო თავიანთ ურწმუნოებას ან ნაკლებ მორწმუნეობას შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამიერ ესე იგი დიდი ხელმწიფება მისცა ადამიანებს იძვრისეს და უძრავსეს ეხლა თვალი მოვკარი ჩვენ სტანდარტში აგერ ჩემს თვალწინ არის წმინდა ბესარიონ საგვირელთმოქმედი ხატი დასვენება წერები და ხარი კი არა და მათზე ხელმწიფება ზე გააჩერა რამდენიმე საათი კითხეთ მეცნიერებს რამდენიმე საათით კი არა რამდენიმე წუთით რომ გაჩერდეს ზე ეს ნიშნავს მზის galaktikis კატასტროფას ასეთი მამები ისუნავეზე ესეთივე სასწაული მოახდინა როცა გააჩერა ვიდრე ამალეკი ისრაელმა არსლე მანამდე არ ჩასულა ასე უბრძანა ადამიანს ემორჩილება მზე ადამიანს დიდი ძალაუფლება აქვს რაღაც შორს წავიდეთ საგვარეულო ჰიმნოგრაფიის ენით რომ გითხრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის ამ ღვაწლის წმინდა ლოცვა ცანი მოდრიკნა და გარდა მოხდა ერთი სამებისაგანი ზე ღვთისამხოლოჩომელი რა ძალა ქონია მისმა სიწმინდემ ცოტა ადამიანურად ვამბობ თითქოს მოიწვია დედამიწაზე იესო ქრისტე ეს მის განგებულებაში თავად უფალი წინასწარ აწამზე იტყვის უფალი დაუხლა ცხოვრება და განსხადნენ მასზე და ეს განკაცებას აქ მოსვლას და ჩვენს გამოხსნას წინასწარ მეტყველებს მაგრამ ღვთისმშობელ მარიამის ლოცვებით ესე იგი დაიგრაგნაცა და გარდა მოხდა ქრისტე არის ასეთი წმინდა მამა, ცნობილი მამა, მესვეტე, სიმონ მესვეტე, თქვენ იცით რომ მესვეტეობა ერთ-ერთ უმძიმეს სახით ითვლება ბერმონოზული მოღვაწეობისა. სვეტზე იყო მოკლედ ახალგაზრდობიდან, ალბათ გახსოვთ მისი ცხოვრება, დედამისი მართა მოვიდა და შვილის მონატრებით ევედრებოდა რომ ჩამოდი ერთს გემთხვევიო, მოგეფერები და მე ადიო. ახალგაზრდა იყო ჯერ კიდევ. შენ თუ გენატრები და თუ გიყვარვარ დარჩი სვეტთან და ერთად ვაგიდოთ უფალი დედამისი დარჩა აღიკვეცა მე ორივე წმინდანია მოკლედ მესვეტე სიმონის დროს რომელიც საკვირველ თაზე მოღვაწეობდა ერთი ლომი შეეჩვია ადამიანებს და ერთ ადამიანსაც დაესხა ხშირად პირუტყვს იტაცებდა ანუ ნებას აყენებდა ადამიანებს ადამიანისთვის შეიქმნა ცხვარი ძროხაც და ყოველივე როგორც სალმოსია ნათქვამი და ერთ-ერთ გლეხსაც რომ დაეცა თავს და გაგლიჯვა უნდა შეშინებულმა ანასთან წამოიძახა დიდი სასოება იმედი ჰქონდა წმინდა სვიმეონისა და უბრძანა სვიმეონის სახელით გამშორდი მეო ელვან ნაკრავივით მომლოდრელად შებრუნდა და გაიქცა ლომი მისგან მაგრამ ამით არ დამთავრებულა ეს გლეხი კაცი მოვიდა სიმონთან და აზახა რომ ასე და ასე ლომი დამესხა ძვირვარე თავს და შენი სახელით მოვიგერიე გევედრებიო თუ შეიძლება უბრძანე ამ ლომს და საერთოდ გადაიკარგო საგვირველი მთიდან რადგან ბევრი ნება მოგვაყენა ადამიანებს მაშინ მოუხმო თავის ერთ-ერთ მორჩილს რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ხურვალერ ძმელი ანასტასის და უბრძანა რომ წასული მოეძებნა ის მღვიმე სადაც ცხოვრობდა ეს ლომი და ებრძანებინა ღვთისა და სიმეონის სახელით რომ იქაურობა დაეტოვებინა ჯერ წარმოიდგინეთ როგორი რწმენა ჰქონდა რომ ლომი რომელიც იტაცებდა ადამიანებს და პირუტყვს და ესე იგი კლავდა ასეთ ლომთან რომ წავიდა როგორი მორჩილება მას წამდა რომ მორჩილების ძლით ის დაცული და დაფარული იქნებოდა გასასწელისაგან მოძებნა როგორც იყო ეს გამოქვაბული მიახლა ჯვარი გადასახა უფლისა ჩვენისა და გადასახა სიღრმეში ჰეი შენ ჩემმა მოძღვარმა სიმეონმა გიბრძანა უფლის სახელით რომ დატოვო ეს გამოქვაბული რაც მალევე აღასრულა ლომმა და იმ დღიდან იქ აღარ უნახა მსგავსი რა მოხდა ჩვენ წმინდა მამასთან ივანე ზედაზნელთან თქვენ გახსოვთ ალბათ იქ წყარო იყო მისი ლოცვით აღმოცენებული და დროდადრო ჩადიოდა ხოლმე თათე დიაკონი ისი მორჩილი წყალს ავსებდა და ერთხელაც დათვი დახვდა იქ შეეშიდა დაყარა ეს ჭურჭელი და ესე გულო ამოვარდნელი ამოვარდა უკან მოძღვართან და უთხრა ყოველივე მაშინ ესე იგი წმინდა ივანე ზედაზნელმა შერისხა ის დათვი და უბრძანა რომ შენ და შენი მოდგმა არასდროს აღარ გამოჩნდება იქიდან აქამდე როგორც მის ცხოვრებაში წერია და მერმეც კიდე ისტორია იმეორებს იქ დათვი არავის არ უნახავს თუმცა საკმაოდ ხშირი და დაბურული ტყია და უწინ იქ დათვი იცოდა ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო
ასევე არაერთი მაგალითი არის, რომ ცხოველფრინველები წმინდანებს ემორჩილდნენ, ცნობილი კლასიკური მაგალითი გერასიმე, ღირსი გერასიმე იორდანელი, ჰქონდა სიხარული, როცა წმინდა მიწაზე ვიყავი, იქ დამედგა ფეხი, სადაც ეს წმინდა მამა მოღვაწეობდა და სადაც დღეს მამათა მონასტერი არის. და ერთ-ერთი სასწაულთმოქმედი ხატი ეს დედაზის მაწვევებელი, საიდანაც უამრავი სასწაულები ხდება. უშვილოებს შვილს აძლევს და რძეს მოუბრუნებს თუ დამშრალი აქვს, მეძუძურ დედას და სხვა და უამრავი ნივთები იყო შეწირული. ხელი, ფეხი, ჩვილის გამოსახულება. იქაურ ბერებს კითხეთ, ვერ მივხვდით, რას ნიშნავს, რომ ვინც რისი კურნება მიიღო, ან რა წყალობა, ისინი მერე ამზადებენ ან შვილით, ან ლითონით, ან ხით და სწირავენ მადლიერების ნიშნად ამ ხატს. და უამრავი ეწყო ეკეთე, ყველასაც ვერ დავაწყობდით ბუნებრივ. ეს უფრო ასე ვთქვათ, საჩვენებლად არის, რომ ნამდვილად ეს მადლიერ სასწაულთმოქმედების ამ ხატს. წმინდა გერასიმე, როდესაც ერთხელ უდაბნოში მიდიოდა, გზად ლომი შემოხვდა, რომელიც ღმუოდა, თურმე ეკალი შეჭრებოდა, ღრმად შესული იყო და ვერანაირად ვერ იღებდა იქიდან რაც ტკივილებს და დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა დაუჩირქდა, სისხლმა და ჩირქმა იყო დენა, რაც ტკივილებს აყენებდა და ესე შემდეგ. ლომიც, რომელიც დღეს გვაშინებს და ადრე კი მორჩილებაში იყო ჩვენი პირველ მშობელისა წოდვიდაცემალდე, ისიც ცოცხალი არსება და ტკივილი მანაციც. გერასიმე მიიღო როგორც ერთი ქმნილებათაგან, მიივიდა, ამოუღვის ხიჭვი, მობანა, მოიჭრა თავისი სამოსლიდან საბერო და შეუხვია ფეხი. ლომი განეკურნა მადლიერების და უთხრა, რომ თუ გინდა წადიო უდაბნოში. მადლიერების ნიშნად ლომი მას აღარ განშორებდა, მას ემსახურებოდა. რა მორჩილება მისცეს მონასტერში, რომ ესე იგი ვირს უნდა გაყოლოდა და ესე იგი წყალს აუსებდნენ, იქ უკან უნდა წამოსულიყო და ვირის დარაჯი ყოფილიყო და ერთხელაც ვირი დაიკარგა. მაშინ დატოქსა გერასიმე ლომი თავისი მორჩილი და უბრძანა, რომ ამას იქით ვირის მოვალეობა მას შეესრულებინა. და ეზიდებოდა წყალს. ხოლო როდესაც გერასიმე აღესრულა, მის საფლავზე დაწვა ეს ლომი და წუხარებისაგან მოკვდა. და შური ახლოს დაკრძალეს. წმინდა ანტონი დიდმა ლომს, როცა პავლე თებელი გარდაიცვალა, იცით არა, ესე დიდი მამა იყო განდეგილი, რამდენიმე ათეული წელიწადი, ესე იგი ცხოვრობდა უდაბნოში და რა ხდებოდა ქვეყანაზე, ადამიანურად არ იცოდა თუ წინასწარ სრობელობის მაგრამ ერთხელაც ისე მოხდა, რომ ანტონი გაკადნიერდა ლოცვაში და ღმერთს კითხა, ვინმე კიდევ არისო, რომ ასეთი სულიერი სიმაღლისთვის მიეღწია, როგორც მეო. ერთგვარად დაიმაღლა თავი და გლოსულალით ღმერთმა ხმამოსა. შენ ვინახარ ანტონი, შენზე ბევრად მაღლა დგომი არისო პავლე თებელი და მიასწავლა. სად უნდა წასულიყო, ბევრი არა და საკმაოდ ბევრი არა ის მინდა გითხრათ, მიადგა ბოლოს, მართლაც ნახა, პავლე აღმოჩნდა, ქრისტესპიერი ამბორება მისცეს ერთმანეთს, იამბორნენ, დასხდნენ და მერე ესე კითხა რა ხდება ამ ქვეყანაზე, ხელმწიფე როგორ არისო ჩვენი და სხვა და როცა საუბრობდნენ, მოსაყამობდა და ამ დროს ყორანმა მოუტანა ულუფა. საჭმელი ორივეს. პავლე თებელს ჩაეღიმა, შენ მოსვლამდე ხოლო ერთი ულუფა მოხონდა ჩემთანაც და მარტო ცხოვრობდი ახლაკი თვით ყვავმა და ღმერთმა იცის, რომ პავლეს ანტონი ესტუმრაო და ორი ულუფა მოიტანა. აი როდესაც პავლე თებელი გარდაიცვალა და ემსო სულით ანტონის ჩავიდა და ესე იგი იქ არაფერი არ იყო ისეთი, რომ გაეთხარა სამარე, ლომი იყო შორი ახლოს, დაუძახა როგორც მორჩილს და უბრძანა, რომ თორებით გაეთხარა საფლავი, რაც აღასრულა კიდეც. მსგავსი რამ მოხდა სხვა შემთხვევაშიაც, როდესაც ბერმა ზოსივე მარიამ მემუტელისთვის საფლავის გათხრა ასევე ლომს უბრძანა და ერთად დაკრძალეს მარიამ მემუტელი. მაგალითები არის ვარაოდენობა, თუ როგორ ემორჩილებოდნენ წმინდა მამებს და არა ნებისმიერ ადამიანს ფრინველ ცხოველები. მერმე, როდესაც დეკეოს იმპერატორის დროს წარმართისა აწამებდნენ წმინდა ნეოფიტეს, ბოლოს გაიყვანეს ამფითეატრში, გამოუშვეს გამძვინვარებული დათვი და დათვი რა არის, როცა მძვინვარეს მოგეცერებენ, ეწამს ყველაფერს გზას, ვერაფერი დაუდგებაც იქ. მივიდა, ფეხებთან დაწვა და ლოყმა დაუწყო. ეს შემთხვევითობას მიაწერეს ჯალათებმა, ახლა
ბელი დათვისა გაგზავნეს, იგივე მოხდა და ბოლოს ლომი და დარწმუნებული იყვნენ, რომ ლომი აუცილებლად დაფლედა. ლომის თვლიერად დაწვა ეს ფერხით და უწყო თავისებურად მოფერება. მერმე, აი წმინდა დიდმოწამე მამაის ხატია ჩვენთან, აი ეს დიდი ხატი რომ შუაში რომ გადმოხურებს. ისეთი მადლი ჰქონდა მას, რომ თვით ფრინველ ცხოველები ყოველდღე გროვდებოდნენ მასთან და ვიდრე არ უბრძანებდა მამაი, არ ტოვებდნენ მას. ხშირად მთელი დღეები და ღამეები იყვნენ მასთან. ესეთი ხელმწიფება მისცა ფრინველ ცხოველთაზე და მისი სიწმინდის გამო. სხვათა შორის წმინდა დიდმოწამე მამაი ასევე დამხმარეა ადამიანების არა მარტო ცხონებისთვის, არამედ ვალების გადასახდელად. ეს ხატით როგორ გაჩნდა ამ ტაძარში. მეტეხის ბრევლიდან ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა ძალიან აღელვებული, შეწუხებული, თურმე ქმარმა ვალი აიღო, ვეღარ ისტუმრებდნენ, პროცენტს ემატებოდა და სასულთნო-არკვეთილებამდე იყო ქმარი მისული და ბოლოს ესმა რომ ეს წმინდა მამა შეეწება ვალების გასტუმრებაში და ამოვიდა ჩვენთან რატომღაც. არა იქ არამედ ჩვენთან ამოვიდა მეტეხიდან და ესე იგი ითხოვა რომ ტროპარკონტაქტი თუ გაქვთო და მე ვთქვა რა წმინდა დიდმოწამე მამანტი ქვია სხვანაირად და როცა მომიყვა თავის გაჭირებაზე თხოვა რომ გადამიხადე პარაკლისიო და ესე იგი ხატი რომ დაიწეროს და ასე გაჩნდა მე თავად გულისხმაში მოვედი რომ ხატი დაგვეწერა გადაუხადე ძალზედ მალე გასაოცარი გზით გაისტუმრა ვალი მეცაც გეტყვი ჩემ შვილს ჰქონდა შვილისთვის ავიღე ვალი საერთოდ ვერიდები ვალების აღებას ნუ თუ ესეც შვილებისთვის ვავი ავიღე ვალი და ნუ ცოტა გაგრძელდა დრო ისე ვეღარ ვხვდი და წუხვარ მეც და რა კი ეს სასწაული მოხდა ჩემ თვალწინ ავდექი და ეხლა მე შევევედრე ის ადამიანი აღდგას რამოდენიმე დღის მერე მოვიდა რაღაც ნაწილი რომ მებს არა მამაო ეს მე შემოგწირე თუ გაჩუქე თუ თქვენო იმაზე ადრე არ უთქვამს ვიდრე ეს ხატი არ დაიწერა და არ შევთხოვე ისე რომ სოდვის ვალების მოტივებასაც ვევედრები და თუ ის მე რამე გაკვალე თქვენ შევედრეთ სარწმუნოებით აღარაც ვიტყვი რომ მაგალითად სერგი რადონეჟელის ცხოვრება სერაფიმ სარველის საკითხულ დათვებს საკუთარი ხელიდან აჭმევდა ველურ დათვებს არა მოთვლიერებას მერმე ორი ძალიან თვალსაჩინო მაგალითად ეხლა თუ იტყვით რომ ეს ველად იყო ადრეულ შუა საუკუნეებში გვიანდელ შუა საუკუნეებში დღეს ხდება აი არ ხდება არსებობს ღმერთი ამ წმინდანებს ეს კადრი აი ბოლო ორი მაგალითი შედარებით უახლოესი დროიდან ეს მოხდა რევოლუციის შემდეგ რუსეთში ერთ-ერთ ეპარქიაში ეპარქიის მდელთავარი ჩავიდა სოფელში და გარდაიხადა წირვა დღესასწაული იყო იმ ტაძრით და მოიხილა თავისი ეპარქია ასე თქვა და იკონომოსმა ტაძრისა საჭი მიიწვია ქუჩაში ხომ არ გაათენებდა კაცმარობს სხვას და როდესაც ვიდრე სადილს მეორე დღე იმ დღეს სადილს ამზადებდნენ ეპისკოპოსმა განიზრახა რომ მის ბაღში გაეღო და ბაღში როცა მიდიოდა და მოდიოდა რომ შეირნობდა ჩვენებურად და ისვენებდა დაღლილი იყო სადილამდე დაინახა რომ იქ სკებით გადა ერთ სკასთან მიფრინდება ყველა ფუტკარი ჩაბზუილი ჩავლე ისევ ამოვლე ვერაფერს ვერ მეხვდა დაუძახა მამასახლის რომელიც უვლიდა თავის ფუტკრებს და სთხოვა რომ სკა აეხადა იმ საფუტკრეში და როდესაც ახადეს გასაოცარი რამის მოწმენი გახდნენ ფუტკრები სვილით აშენებდნენ ეკლესიას ეკლესიის აი როგორც წმინდა ტრაპეზი აი ახლა დევსი ეკლესია თვითონ დიდი ეკლესია და მცირე ეკლესიები სადაც წმინდა ნაწილები ანუ წმინდა ზიარება ინახება სნეულთათვის დაინახეს რომ ისინი ამგვარ სანაწილე ეკლესიას აშენებდნენ და გაუკვირდა და რატომ მაინდა-მაინც სამსკაში და ან რისთვის ააშენე იქვე მადგან იდგა იმ იკონომოსის ძმისშვილი რომელიც სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა რევოლუციური idეებით იყო გატაცებული ბოლშევიკების მომხრე იყო და სხვადასხვა და ღმერთს აღმოჩნდა იგდებდა მის ბიძას რომელიც იყო იკონომოსი ეკლესიის ანუ მორწმუნეების მოსაყვი ადამიანი და რა ნახა ეს ყველაფერი ის მომენტი იქნა მე მოხლებზე დაემხო ეპისკოპოსის წინაშე და აღიარა ესე იგი იმ დილას წირვაზე წაიყვანა ბიძა ხათრისთვის როგორ თქვენ იტყოდით გაყვა ბიძას ზიარებაც მიიღო მაგრამ არ გადაღლაბა იმიტომ რომ არაფრად არ მიასწრო ენის დღეში და როცა სახლში დაბრუნდნენ ახლო იყო ტაძარი
ერთ-ერთის ახადა, აი ეს გაიგო სწორედ და ჩაანერწყა ზიარება. ესე იგი წარმოიდგინე ადამიანმა, რომელიც ხატას გავსატარი დაბადებული შეურაცხო. მე ხომ მივდით ვერ განსაცდელად თქვა ჩააფურთხა. მან თავისი მოქმედებით ჩააფურთხა, მაგრამ ვერ ვაკადრე წმინდა ზიარებას. ამიტომ ელფონურად კეთილხმოვანად თქვი ჩაანერწყა. ასე იყო თუ ისე იყო, უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა უფალს. იმიტომ თქვენი ზიარების ჟამს ადამიანში ადამიანის არამედ ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლს, არამედ თავად უფალ იესო ქრისტეს ჩვენთვის მიუწვდომელი სახით. თავად უფალი შედის ადამიანში. ხო და მოუყვა რომ ესე ზიარება დავმალებ და ჩავანერწყე. მაგრამ ხედავ რა სასაულს ვინანიებ ჩემს ამ და სხვა ცოდნებს. დღეიდან მე ეკლესიას დაუბრუნდები. აი რა ხელა სასაულს ფუტკარია თითქოს უგუნურია. შემოქმედს არაკადრა ის შეურაცხყოფა, რასაც დღეს რა ხდება ხომ ხედავ, პირდაპირ გამობენ, აწავენ, აგინებენ ღმერთს. თუნდაც პარიზის ცნობილი ოლიმპიადა მოიხსენეთ, აბუჩათაიგდეს რა გიზიარება ვახსენეთ, წმინდა ზიარება და საიდუმლო სერობა და მხოლოდ ეს არ ყოფილა და არ არის დღეს. მთელი საზოგადოებები სატანური არსებობს, საიდუმლო თუ აშკარა, რომლებიც ღმერთს მობენ. ესე ნუ აკეთებ შვილო, მოიხედე. ეგ რო დაჭმოჭნი 1000 გვარად ეგ არის დაუჯდომელი. მაგაზე გელაპარაკეთ, ეგაც არის შეურაცხყოფა. რატომ? იმიტომ რომ ერთი ესე ნუ გიჭირა, ცოტა გულთან დაიჭირია. ყოვლადწმინდა სამების გამოხატულება არის. კეთილ მოგრძალებას გვიბრძანებთ, იმიტომ რომ შიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ესე იგი ხატის მიმართ აღვლენილი ლოცვა მიიწევა მასეთ გამოხატულის მიმართ. ჩვენ ფიცარს და ფერებს კი არ ავცეთ თავს, თუნდაც დღეს ყოვლადწმინდა სამების ხატს გულისხმობ, არამედ თავად უფალ ღმერთს. ამიტომ მისი შეურაცხყოფა წმინდა ხატების ასე თუ ისე თავად მათზე გამოხატული შეურაცხყოფა. აბა რისთვის ეწამა ჩვენი დიდებული წინაპრები, რისთვის ეწამენ 100,000 ჯალალედინის დროს. სიონიდან გამოატანინა მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატი, გომბათი მოახდენა შეურაცხყოფის სიონს და საყდარი დაედგა მეტეხის ხიდზე. მოყარა ღალატი ტყვეჩავარდნილი ქართველები 100,000-ზე მეტი ათნი ბევრი თელ ქართულად ვთქვათ და უბრძანა მხოლოდ ერთხელ დაენერწყებინა და ერთხელ დაედგა ფეხი. არიკადრა მოხუციდან ბავშვამდე. და იმდენი დახოცეს თავებს კვეთრენ, ვინც ამას არ აკეთებდა. თუ მტყვარი ესე იგი ჩაიხედა, გადმოვიდა ნაპირებიდან და სისხლის ფერი მოდიოდა, ვიდრე არ დაიწრიდა მათი გვამი რამოდენიმე დღე და ხამე. ხედავ შვილო, რამხელა სათნოება ყოფილა წმინდა ხატების თაგვანისება და მეორე წელი როგორი შეურაცხყოფა, როცა უდიერად ვეცემით. ზოგი ხატზე მიეყო, ხოთრობა ზოგი მაბაზე გასუქა და გებაში და ამთქან არის გაუთავებლად ხათა, აი ცხოვლის ყოფილ ხატთან იდგა და ლოშნის მერე, ეს ლოშნა, ეს ამბორება სულიერი კოს, ანუ პატივისცემის სიყვარულის სულიერი გამოხატულება. სხვა მაგალითი ესევე ძალიან გამაოგნებელი პირადად შეთვის, როცა პირველად ვნახე. აი სული ახლა წლები ამედის რუსეთ-უკრაინის ომი. ესე იგი ინტერნეტში იდო და მრევლმა მთხოვა რომ ნახეთ და თქვენი აზრი მაინტერესებს. და გამომიგზავნა ეს ვიდეო და რა ვნახე ესე იგი. უკრაინის ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს რუსებმა. ერთ მორწმუნეები არიან და ერთი სისხლისანი არიან. უახლოეს ნაცარი. აი ბოროტმა რა გააკეთა. როგორც დედმამიშვილები გადაკიდა ერთმანეთს სასიკვდილოდ. და მოვლენებს რა თქმა უნდა მართლმადიდებლები უდგანან სათავეში არც რუსებით არც უკრაინელები თქვენ კარგად იცით ვის მიყავს ეს გლობალური მოვლენები. ვინ ამყარებს მოჩვენებით სიმშვიდეს მაგალითად ღაზაზე ნობელის პრემია უნდა მართლა მიიღოს, იმიტომ რომ იხუმრეს ინტერნეტში უკვე ამაზე რა. ვითომ მშვიდობა დაამყარა და ორ დღეში დაბომბეს ღაზა ესე. აი ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა, რომელსაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს. ზოგი მშვიდობა ისეთია, რომ ომზე უარესია. აი ომზე უარესი მშვიდობები არის. იმ ბოლოს ომს შორის იქნება ეგრეთ წოდებული მშვიდობები, რომელიც ომზე უარესი იქნება. სრულ კატასტროფამდე მიყვარს, ჩამოიშლება მთელი ეკონომიური საფინანსო სისტემები, გადაგდება ხალხი შიმშილი წყურვილი და ბოლოს მიიყვანენ ანტიქრისტეს თაყვანისცემამდე, რომ რაღაცა გამოიკვებონ თავი, აღუთქვამს ამას. ანუ მოკლედ რომ გითხრათ, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ბოლო დროს დაგვიდებენ პურს და ჯვარს და არჩევანი უნდა გავაკეთოთ. თითქოს შიმშილით მოგვდებით, თუ არ მივიღეთ ანტიქრისტეს, არ უარყოფთ ქრისტეს, ან პირუკო. ჩვენ როგორც წმინდა მამები გვირჩევთ, ჯვარი უნდა ამოგვირჩიოთ.
არ მოუკვდებით, არ ჩილშილით, არ ცხრული, არა თუ იქ აქ დედამიწაზე. მან იცის როგორ გამოყვებოს თავისი ერთგულები. მოიგონებულად ელიათესბელის ცხოვრებიდან შიმშილობა იყო მისი ლოცვით 3 წელიწად ნახევარი, სარევთად დედაკაცთან მიიყვანა და გაამრავლა ზეთი და პური. ესე იგი თავადაც დაინარჩუნა სიცოცხლე და დედაშვილსაც. მომავალი იონა წინასწარმეტყველი იყო ის ბავშვი, ერთი თვისი მიქადაგეთ ამაზე. მერვე ესე იგი ქებრონის დაკადულები მიასალმა, წყალი არ იპოვებოდა, წყურვილით იხოცებოდა ხალხი. მიასალა იქ და წყურვილს იკლავდა. ხოლო როცა დაშრა უბრძანა ღმერთმა ღვთის ბრძანებით აკეთებდა ყოველ საათს ასულიყო რა გაეკეთებინა რა აკესულებინა მისი სახელითა და ძალით. ეს რომ დაცულს და დაფაროს ხშირად მithქვამს ღმერთი იცავს და იფარავს მათ შორის შიმშილისა და წყურვილისგანაც. არც ერთ შემთხვევაში არანაირი ძალდატანების ქვეშ არ უნდა უარყოთ უფალი და ღმერთი ჩვენი. მაგრამ ღმერთმა გამოსადა COVID ეგრეთ წოდებული ხელოვნური ეპიდემიით ჩვენი სარწმუნოება და აღმოჩნდა რომ ბევრ ჩვენთანაც არ ქონდა მტკიცე სარწმუნოება ან ძალიან მერყევი იყო. მათ შორის სამღვდელოებაში მთელი დიდმარხვის განმავლობაში დაკეტილი ჰქონდათ ეკლესიები. უსისხლობს არ წირავდა. ესე იგი ხალხი რომ უნგეშობაში იყო ჩავარდნილი, ისინი არ აღუგეშებდნენ პირიქით ზურგი აქციას თავიანთ სამრევლოებს. თვით ნებიშვიდეულშიც კი და აღდგომა ღამესაც კი არ წივეს. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი მოდელია ეს და როგორი მრევლი ეყოლება. ერთ სიოს დაბერვაზე დაიფანტებიან ანტიქრისტი როცა მოვა და გაიგო. აი ასეთი მოდლები ამბობს პელაგია რიაზანელი თავად მიიგვრიან ანტიქრისტეს თავიანთ სამრევლოებს. და სხვა ვინც მტკიცედ დადგება სარწმუნოებაში, ისეთი ხელმწიფებრივი და მადლმოსილი იქნება ამობენ ღმერთშემოსილი მამები, რომ თვით ანტიქრისტეს ექნება მათი შიში. სადაც ისინი იქნებიან, იქ ანტიქრისტე ვერ მიეკარება. ამიტომ მიეწებეთ ღვთის ერთგულ მღვდლებს. ეხლა ზოგიერთი გამიფცელებს, რომ აი მღვდლებზე რა ասამი, მე ამას მინდა მამები ამობენ და მათი ნამოქმედარი აღადებს მაგაზე. სულ ეს არის. ყველა სუსურებ ჩემი თავის ჩათვლის განმტკიცებას სარწმუნოებაში. მაშ ესე რუსეთ-უკრაინის ომია, უკრაინის ერთ-ერთი სოფელი დაიღუპა. რატომ ხას სამთავროს დედათა მონაცრის ერთ-ერთი გალობა ედო ფონს ამ ვიდეოს და რა ხდება? სახლები იწვიან გლეხების და მოღოღავენ ჭინჭველები. დაფიდებია კადრები. და რა მოაქვთ? ესე იგი გრუხუნია, ომია, დაბომბვა, ცეცხლია, ხანძარია. საერთოდ არ აქცევენ ყურადღება. თავიანთი პატარა პირით უჭირავთ ფოტორეპროდუქცია, რომელსაც გამოხატულია ჯვარცმული ქრისტე. სამგან კიდეები აქვს ოდნავ მომწვარი, ხატი გადარჩენილია. ამ ხატზე რომ მეტყვით რომ ფოტოხატი არა, ვინ გითხრათ ფოტოხატი კი არა, ფოტოსურათიდან მოდის მამა გაბრიელის, მირონი და ზეთი სურნელოვანი. ის ხატია და ფოტოხატებიდანაც ხდება სასწაულები. ამიტომ უთხარი წელან შენიშვნაში რომ შვილო მოდიერად გიჭირავს, ცოტა გულთან დაიჭირი ახლა. დაშვებული ხელით მე კეთს აქვს ხსნის, კეთს ეს ის, მაგრამ კი არა ეს არის წმინდა ხატი. ეს კი არა ისეთ რომ მოვიდა თითი რო დაადო, ესეც უკვე ჯვარია და თავის მადლი და ძალა აქვს. ისეთი დროება მოდის. მოკლედ დედა ჭინჭველი, რომელიც განაგებს თელს იმ ოჯახს, ბუდეს ასე ვთქვა, ჭინჭველებს ზის ზევით, მაგრამ ნახეთ რაც მივაქციე კიდე ყურადღება. თვითონ გამოსახულებაზე კი არის ის. კიდეზე ზის მოშორებით. ესე იგი არც დედა ჭინჭველი, არც მუშა ჭინჭველები არ აყენებენ შეურაცხყოფას მაცხოვრის გამოსახულებას. და ესე გალობა ისმის ძალიან მოქმედებს. ჩემს ძალიან იმოქმედა რა. გულის სიღრმემდე იმოქმედა. და აი ესე კეთილ მოგრძალებით მეაქვთ ჯვარცმის ხატი. ყველას უსურვებდი და საკუთარ თავსაც ჭინჭველების, ფუტკრების, დათვების, ლომების და ყოველივე იძვრისის მსგავსი რწმენა მოგწეს ღმერთმა, რომელსაც ხოლოსა შვენის დიდება, პატივი და თაგვანისება მამასა და ძესა და სულსა წმინდასა აზდა უდუნისამდე. ამენ.